მოდია მალე გაიმეორებენ და ჩვენც ნახავთ გოგონაია გუნდის კაპიტანი ისევ სეფიაშვილი შულაია ეთამაშება და პრაქტიკულად მოპარაკიდეს ბურთი ისევ დინამოს ფეხბურთელები და ანგარიში უნდა გაიზარდოს და გაიზარდა კიდეც 2-0 ოკა სეფიაშვილმა დინამოს არ ვიცი თამამად შეიძლება ითქვას თანაავტორობა გაუწია და შეხვედრის მე-19 წუთში ანგარიში გახდა 2-0 მიკელთაძე გატანილი გოლის ავტორი მაგრამ სეფიაშვილთან ერთად ძალიან დიდი დამსახურება ამ გოლში მიუძღვის შულაიას რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ძალიან კარგადაც ითამაშა საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ხედავთ აქ უკვე შანსი აღარ დაუტოვა მიკელთაძემ მეკარეს თუმცა ეს ეპიზოდი ალბათ უფრო თავიდან არის დასამეორებელი როდესაც შულაიან ბოლომდე იბრძოლა და სეფიაშვილმა ვერ მოახერხა ბურთის ნორმალურად გამოტანა საკუთარი საჯარი ბურთელები ისევ ბურთით არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა და 3-0 ჩაკვეტაძე გატანილი გოლის ავტორი 53 წუთზე ჩაკვეტაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გახდა ამეორებით ნახავთ ბოლო მომენტშიც კარგად ითამაშა ჩაკვეტაძე მაგრამ გადაცემა მიკელთაძის ძალიან კარგი პასი და აქედან არ ვიცი რამდენად ჩანდა მაგრამ ონლაინ რეჟიმში ყურების დროს საშკარად ჩანდა რომ გოგონაია უკანი არის თამაშგარება მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგი დიაგონალური გადაცემა შემდეგ გაგრძელებაც მოყვა და შვენიერი გოლი შვენიერი კომბინაცია 53 წუთზე ანგარიში ხდება 4-0 მიკელთაძის დუბლი ლევანდელ შეხვედრაში და მიკელთაძეს უკვე 6 გატანილი გოლი დაუბრუნდა ამ ფორმაციის დინამოში უკვე საუკეთესო ბომბარდირია თავიდან ბოლომდე უნდა ნახოთ ალბათ ეს შეტევა როდესაც მარცხენა ფრთიდან გრძელი დიაგონალური გადაცემა გაკეთდა შულაიამ ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში ერთი მოძრაობით შეიგდო ბურთის საჯარიმოში ვერაფერი მოუხერხა მას ოტიენომ კარგი გადაცემაც გააკეთა საჯარიმოს სიღრმეში და მიკელთაძის გადარჩენოდა რომ ახლო მანძილიდან არ უნდა მისცენ და ვერაფერ ვერ მოახერხეს სივრცეების შეზღუდვა მისთვის მშვენივრად გაიარა გარკვეული ნაწილი გადაცემა და მორიგი გოლი ისევ და ისევ ჩაკვეტაძის ძალიან კარგი გარკვევა პასი მარჯვნივ თითქოს ყველაფერი მარტივად არის და თევზაძის გოლი 79 წუთზე 5-0 ანგარიში თევზაძესთვის ეს მე-3 გოლია უკვე მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ჩემს მიერ დაანონსებული ცვლილება კი ხდება გამოვიცანი უხაიძის ნაცვლად ტერეფჩინსკი რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა ასე რომ აი საფათო და ახლა შემოსული წინა უკრაინელით რომელიც შემოვიდა იგორ ბროუკო მე-9 ნომერმა ერთი გოლი გაგვითა 70 წუთი ბროუკო ვერ შეცვლა გერბიჩენსკი და ბროუკო ახლო მანძილიდან თავით აქვს პოზიციური შეცდომა ალბათ უფრო თოთაძეს უნდა ისევ დინამოს ფეხბურთელები კიდევ ერთი შეტევა შეიძლება დარტყმა და 6-1 97 წუთი ქოჩლაძე გატანილი გოლის ავტორი ამაზე უკეთესი დებიუტის მოფიქრება ძნელია რამდენიმე წუთის წინ შემოსულმა ფეხბურთელმა